5 კანდიდატია დარეგისტრირებული, მაგრამ მხოლოდ 2 კანდიდატს აქვს მეტნაკლებად სერიოზული ორი კანდიდატი შეუძლია გახდეს დე-ფაქტო პრეზიდენტი. ერთი არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც იყო ეკავა დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ბადრა გუნბა, რომელიც ახლა კანდიდატობის პრეზიდენტის კანდიდატია და მეორე არის ოპოზიციის წარმომადგენელი ადგურ არზიმბა, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო ხაჯიმბაზოს კიდე უფრო ადრე დე-ფაქტო პრეზიდენტის დროს. ამ ფონზე ეს ამ ორივეს აქვს სერიოზული, ვთქვათ ასე, უპირატესობა დანარჩენ სამთან, ამიტომ დანარჩენ სამს აღარ შევეხები, აზრი არა აქვს. მე მგონი რომ არა გამორიცხული მეორე ტური. როგორც ჩანს ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და შეიძლება შედგეს მეორე ტური და მეორე ტურში გამოჩნდება ვინ როგორ იქნება. ბადრა გუნბას აქვს უპირატესობა ის რომ მოსკოვი უჭერს ხარს. იმიტომ რომ ვინაიდან ძველი ხელისუფლების ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, ამიტომ ამ ხელისუფლებას აღებული აქვს რუსეთის წინაშე ვალდებულებები. ეს არის როგორც მაგალითად რომ ხელი შეუწყოს რუსულ ინვესტიციებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, აშენდეს საკმაოდ დიდი რაოდენობის აპარტ ჰოტელები, სადაც ჩამოსახლდებიან რუსეთის მოქალაქეები. რამაც გამოიწვია კრიზისი პოლიტიკური და რამაც გამოიწვია ის რომ საზოგადოება პრაქტიკულად აჯანყდა. მოდეს არ ყოფილა სისხლიანი მადლობა ღმერთს და ვადაზე ადრე გაისტუმრა ყოფილი ხელისუფლება ბჟანიას სახით. სადაც გუნბა იყო მისი ვიცე-პრეზიდენტი. ამ ფონზე თუ გუნბა იმარჯვებს, მაშინ რუსეთს რჩება შანსი გააგრძელოს ეს პოლიტიკა, აიძულოს გუნბას შემდეგი ფორმულირებით, რომ ხალხმა ხმა მოგცათ. აშკარაა რომ თქვენ გაიმარჯვეთ. შესაბამისად კეთილი ინებები და თქვენი ვალდებულებები, რასაც ხელი მოაწერეთ, ყველაფერს ხელი მოწერილია. რასაც ხელი მოაწერეთ, რომ უნდა განახორციელოთ რუსულ ინვესტიციები სანაპიროზე, საკურორტო ზონის განვითარებაში, ეს არის მიწებზე არენდები, ესა ქვია, სასტუმროების მშენებლობა, განახორციელეთ. ხალხი თქვენ მხარესაა, პარლამენტი თუ ხელშია. პრობლემა არანაირი არაა. და ამიტომ ბადრა გუნბას ექნება ვალდებულება, როდესაც ქონდა ბჟანიას და ამან შეიძლება ხელახლა გამოიწვიოს დაძაბულობა საზოგადოებაში. ეს არა გამორიცხული. სამაგიეროდ გარკვეული უპირატესობა აქვს ოპოზიციის წარმომადგენელს ადგურ არზიმბას, იმიტომ რომ ის მოვიდა სწორედ ამ ტალღაზე, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული ოლიგარქიული ფული. და ამ ხალხი ამას აყვა და ხალხმა ამის გამო ჩამოაგდეს ბჟანია. შესაბამისად, თუ არზიმბა იმარჯვებს, მაშინ არზიმბა შეუძლია დაელაპარაკოს თავად რუსეთს და უთხრას, უკაცრავად ხალხმა მიამირჩია და ხალხს არ უნდა ეს აპარტოტელები და არ უნდა ეს თქვენი ინვესტიციები. ჩვენ გვინდა მივესალმები, ჩვენ პრორუსები ვართ. ჩვენ მივესალმებით რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შავ ზღვაზე, ნატოს წინააღმდეგ, სამხედრო ბაზებს, წინააღმდეგი არა ვართ, აეროპორტები, ყველაფრის მომხრები ვართ, მაგრამ ჩვენ გვინდა რუსეთის ლეგიტიმური ბჭყალებში ფული, რასაც ჩვენ გვიხდით ოფიციალურად კრემლი, რასაც გვიხდით ბიუჯეტიდან. ჩვენ არ გვინდა ოლიგარქიული ფული.